მესამე ვნება არის მრისხანება. იგი აღიღძვრის მაშინ, როცა ჩვენი სურვილები არ სრულდება. იმისათვის, რომ ეს ვნება დავძლიოთ, საჭიროა გულგრილნი ვიყოთ ყოველივე ამ ქვეყნიურისა და წარმავალის მიმართ. მრისხანების რამდენიმე სახე არსებობს. პირველი გაცეცხლება. შეუკავებელი საშინელი მრისხანება, რომელიც ისე იპყრობს ადამიანს, რომ შეშლილივით იქცევა. მეორე, ძვირის ხსენება, გულღვარძლიანობა. ადამიანს დიდხანს ახსოვს წყენა, მრისხანების ყველაზე საშინელი და საშიში სახე. ადამიანის გული თითქოს ასპითა საბუდარს ემსგავსება. გულღვარძლიანის ლოცვას ღმერთი არ ისმენს. მესამე სიძულვილი, მეოთხე ნაწყენობა, ზედმეტი ეჭვიანობა. ადამიანს ეჩვენება, რომ რაღაც ცუდი უნდა გაუკეთონ, ყოველი სიტყვა დაცინვად, გაკიცხვად ესმის. როგორ ვებრძოლოთ მრისხანებას? ჯერ ჩვენ გულში უნდა ვძლიოთ მას, სანამ ამას შევძლეთ, მანამდე დადუმება და ამ ვნებაზე გამარჯვებას უდრის. შემდეგ იოანეს სინელი გვირჩევს, გავიხსენოთ ჩვენი შემაწუხებელის ღირსებები, მისი სიკეთე. რამე თუ მრისხანების ჟამს გვეჩვენება, რომ იგი ყოველგვარი ბოროტებითა და ბიწიერებით არის სავსე. ამავე დროს გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები და მრისხანება ჩაცხრება. წმინდა მამები გვირჩევენ, მრისხანების დროს დადუმება თუ არ შეგიძლიათ და მაინც პასუხი უნდა განცეთ მეტოქეს, მაშინ თქვენ გონებაში 33-ჯერ წარმოთქვით იესოს ლოცვა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხეთ. ასე რომ მრისხანების დაძლევა უპირველეს ყოვლისა საკუთარი ენის დამორჩილებას ნიშნავს. ხოლო ამ ვნებასთან ბრძოლის მეორე ეტაპი მრისხანე აზრების დათრგუნვა.